ამბებია, ნიკანდრო, ბატონო. როგორ გზანდებით? რა მიჭირს თქვენ ბრწყინვალება? მადლობელი ვარ. აგერ მოკვლევის შედეგებით გიახელით. ეს მოკვლევა თქვენ ბრწყინვალება ვეხება ჟანდარმერიის გაუმწებელ მუშნის ზარანდიასა და აბრაგ დათათუთაშხეს ურთიერთობის საკითხს. დიახ. რა ირკვევა? არაფერი. კილიას მასალებიც ამასვე ადასტურებენ. მუშნის ზარანდია დღიდან ჟანდარმერიაში სამსახურისა თავის ბიძაშვილთან რაიმე ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა. მოგახსენებთ თქვენ ბრწყინვალება. მუშნის ზარანდია სახელმწიფო და საიდუმლო სამსახურშია. რომ არ უნდა ხო ჩემი მამიდაშვილი ან დღე მოკვდები ან ხამევა ასეც არ გაივლებს გულში. კარიერას არ გაიფუჭებს. ასია ეს. დათათუთაშხია არის და ეშმაკი დაუხერია დასწყელოს ღმერთმა. არ ნახავს მუშნის ზარანდიას არაფრით. სამსახურში არ წაუხდეს რამეო. მარა არის ერთი საქმე. გავიგონე რაღაც ისეთი შემოწმება ვერ ხერხდება ამ ცნობის. არ შევიტანე მოკვლევის მასალებში ამიტომ. რა არის მაინც? კონტრაბანდისტების საქმე თუ გახსოვთ თქვენ ბრწყინვალება. მუშნის ზარანდიას ფლად პირველი საქმე. რა თქმა უნდა. ზარანდია მიქ ერთი ებრაელი დაიჭირა. გვარის კი მახსოვს კაცობაშვილი. დიახ თქვენ ბრწყინვალება. ღმერთო დიდებულო, რა მეხსიერება გაქვთ. როგორ დაიმახსოვრეთ, გასაკვირს ვარ. ვეშმაკობთ. არა თქვენ ბრწყინვალება. როგორ ვიკადრებ თქვენთან ეშმაკობას, დიახ. და იმ კაცობაშვილის შვილი ისაკი და კიდევ ერთი თლად უფროსი ძმა უსინათლო მორდუხაი მივიდნენ მის ცოლთან და 7,000 მანეთიანი ბრილიანტის საყურეები დაუტოვეს ზღნად. ასე ამბობენ. ნიკანდრო ბატონო, თავს იზღვევთ. რას ბრძანებთ თქვენ ბრწყინვალება? ვერ ხერხდება შემოწმება და არ შევიტანე მოკვლევის მასალებში ამიტომ. დაბრძანეთ. ბატონო პოლკოვნიკო, აბა გამოიცანით რა უდევს გულში. უბრალო რამ თქვენ ბრწყინვალება. ნიკანდრო კილიას ოფიციალურად ეს საკითხი არ დაუყენებია, მაგრამ სიტყვიერად მოგვახსენა. და იმ მიზნით, რომ თუ როდისმე ძღვენის მიღების ფაქტი დადასტურდა, კილია საყუდრისაგან თავისუფალია. მე ბატონო ადრევე მოგახსენეთო. თუთაშხიას გარშემო ახალი ხომრაფერია. გაფაჩუნება არის მისი. აგერ წელიწადი ხდება სადაცაა. არც არავის უნახავს. ტერორისტ ბუბუტეიშვილის დახმარებით მევახშებულა რომ გაძარცვა, მას შემდეგ აღარ ჩანს თქვენ ბრწყინვალება. უგზო-უკლოდ დაიკარგა. ანიკლებ მოკლეს საცხაის ოხერია? ერთი წელიწადით ხვინ წინ გიტრიალად ნიკანდრო ბატონო. იმ ერთ წელიწადში თქვენ ბრწყინვალება 20-მდე ისეთი კაცი გადმოიბირეთ, ვინც მასპინძლობდა და მეგობრობდა თუთაშხიას. კაი ბატონო. თქვათ 10-მა კაცმა თვითონ უთხრა თუთაშხიას რომ გადამიბირეს და თუ ძმახარ აღარ მესტუმრო, მარა 10 ხომ დარჩა კიდევ. ისეთი მამაცაღლია აღარც ერთ სიახლოვეს არ გაეკარა. ნადირის ალღუ აქვს თქვენ ბრწყინვალება. და გველი შკუა. მაგაში გეთანხმები. მევახშის გაძარცვას პოლიტიკის სუნი აზრის. ესე იგი ერთი წელიწადი არ გამოჩენილა. დიახ წელიწადია თქვენ ბრწყინვალება. აბრაგის ხვედრი ბოლოს და ბოლოს სახჭობელა დევრის ტყვია ან გამცემის ხანჯალი. მაგრამ დათა თუთაშხია ჩანს განგების რჩეულია და მისი ბედის წერა ყოველ შემთხვევაში
ჯერჯერობით არავითარ განაზომიერებას არ ემორჩილება. აქ დაჟინებული მეთოდური მუშაობა საჭირო. ახლა რას გეტყვით, იცი დათავადანო. ჭრილობები შეგიხორცდათ ორთავეს. და ნუ მიწენდა რომ მიდიოდეთ ის დროსორეთ. თქვენი სანაკაცების მასპინძლობას რაჯერია, მარა 1000 ჯურის ხალხი დადის ჩემთან მალამოსათვის და არ გაწვრეს ღმერთი, არ გიცნოს ვინმე. ან შენ, ან მოსე. წამალს მოგცემთ. ნუ გეშინიათ. ერთ კვირაში სტამბოლის კაჟივით იქნებით. კარგი. შენი ძი. ხალხზე მადლობის მეპი რა გვეთქმის, მარა თუ რეაქცია ყურადღება დათავადონა. თვითონ როგორ გავს ვირთხას? ვირთხას? ეს ჩვენი მკურნალი თორია აგვარა და თორიების საგვარეულო ხელობა. ვირთაგვა ჭამიების, კაცი ჭამიების გამოყვანა. ხომალზე 1000-ობით ვირთხა რომ იყო და ერთი მაგისთან აგაერიოში. ზოგს დაახჩობს და შეჭამს დანარჩენები თვითონ გადახტებიან წყალში. გამიგონია ეგ, მაგრამ საინტერესოა ძალიან. როგორ ახერხებენ მაგას? ასეთი წესი აქვს. სახსუკარომ კაცი არ ჩაგიხედავში? არა? წამოდი, გიჩვენებ. ორ რაირად შეიძლება კაცი ჭამიას გამოყვანა. შიმშილი და სიმაცხლე. ჩასვამენ 7-9 ვირთაგვას სარიელ კასრში და არ მისცემენ არაფერს წყლისმეც. სიბნელეში უნდა იყო. სიბნელე თუ არ იქნა ისე, არ გამოიზრდება კაცი ჭამია. კასრი რკინის უნდა იყოს. თორა რომ მოშივდებათ, გაღრნიან და გაიქცევა ყველა. არ იხოცებიან მშივრები? არა. ყველაზე მეტად რომელიც დასუსტება შიმშილი, იმას შეჭამენ ვირთაგვები. ასე მიყვება საქმე. სანა ერთი არ დარჩება შიგ. ის ერთია ვირთაგვა ჭამია. მარა რანაირი სარფიანი საქმეა თუ იცი? მე ხომალდები 50 თუმანს იძლევიან თითოში. შეხედე? სიმაძღრით რომ თქვი? ისევია, მაგრამ ერთნაირი საჭმელი უნდა კონდეს თავსაყრელი. გვაცინით, ჭამენ ისოხრები, გასუქდებიან. მე ყელში რომ ამოუვა და ვეღარ ეკარებიან, მაშინ უნდა ბოლში კაი გამოყვანილი შაშხის ტყავის ჩაგდება შიგ. ტყავი მაგარია. ვირთხა კი არა ღორი ვერ დახინდის, მაგრამ ნამეტანი მიბზიდველი სუნი აქვს. ღონიერ რომელიც გამოდგება, ის დაეპატრონება პირველად იმ ტყავს და ატყდება ომი. არამე და არამეო. შეჭამენ ერთმანეს და ბოლოს რომ დარჩება, ისაა კაცი ჭამია. რეაქნა საწყალმოთორია. სულ ვირთხებთანა, სულ კაცი ჭამიებთან. მათი ცხოვრებით ცხოვრობს და დაემსგავს ადამიანი ვირთხას. ადამიანი მოსე შენ რაც ხა უკეთესი ხომ არ გონია? ის ადამიანი ბაბა გადი სტუმარია მიხედე ახლა ბაბა გამარჯობა დედა. გაგიმარჯოს. ვისი ეს ხენები?
ბოდღო ყვალთავას და მისი ორი კაცი. შენ ფანქარი მოგიტანე, კარგი წესიერი ფანქარი. მადლობა თავიძე. გაღალდი გაქვს კიდევ თუ გაგითავდა? გამითავ. არაფერია, მოგიტან კიდევ. თქვენ არ მომატყუებთ თავიძეა, მამა ჩემია რომ მატყუებს, ქუთაისში წაგიყვან და გიმნაზიაში გასწავლია. გამარჯობა მამა. გაგიმარჯოს დათაშვილი. დაბზანდი. აგე. დიდი ფული აქვს მაგას დიდი. ხო და მოემსახურე კარგად ჩულო და გაჩქებენ გვარიანად. ახლა ამათ მიხედე. რა მოგართვათ ბატონო? მოდი აგრე გოგო. ახლა ბატონო მიხედავ სტუმრებს და გიახლებით. არ გეყურება გოგო შენ რას გელაპარაკებია? კიკუ. დეიცადე პატარა ხანს ხალხია მაგენით. რა იცი შენ? კიდევ ერთი დოკი ღვინო მოგიტანე ჩვენ. ვინა გოგო ის კაცი ბერტა? არ ვიცი ბატონო. ერთი დოკი მაგათ მიერ. კი ბატონო. ყველი მოგიტანე კიდევ. ამაღამ ხომ მოიწვინებთ აქ? მაგინც თუ მოგიდებათ, მაგერი ერგისო შენ. კიკუ. მოდი აკოვაშე. დაიღეს. ყველაფერი დაიღე. ღვინო და ყველი დადო. გადაგვიწმინდა მაგიდან. შერცხვა თუ არა ის მყავს. ღვთისმშობელი. ხუთმანეთად აქვე გაშიშულდება თუ გიყ. აი ეხლა ნუ ლაპარაკობ მაგას. არ იცი შენ. ო, პატარა ხარ ჯერ. ქალს ფარა ანახე, ფარა. ყველაფერს აქნევიებ. უჯიშოა ქალი. უჯიშო, მოკლე ფეხები აქვს. დააკვირდი და ნახა. დაარიგე ახლა თუ არიგებ. დავარიგე ბაბარასვიდა. მოკლე ფეხები. კი, მოკლე. კაცზე მოკლე ფეხები აქვს ქალს. აბა ქალის ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით მოგონილი რატომაა? ფეხს აგრძელებს და მიტომ. ოღონდ. გაი, შენი 20 მანეთი. დაარიგე. მაგრამ მეტის მეც ნუ ვიზამ, თუ არა აღარ შეგარჩენი ცოდე. დაარიგეთ და მოვალ ახლა. რატომა ჩემს გამოგზავნილ ღვინოს რომ ასვამთ? წვენის მადლობელი ვართ ორივე. მაგრამ მე ვერიდები ღვინოს არ ვსვამ. რატომ არ ვსვამთ მეთქი? ვიკითხე აქ მე. მე ხარ შენ. მე მეკითხებით? შენ, აბავის. გზავრი ვარ. ბოდღო მოდია. ფული მომეცი ბოდღო. ჩემი ფულიდან 100 თუმანი მომეცი წავაგე.
აგერ ნახე თუ არ გაიხდის ხუთმანეთად. კიკო. მოდი აქ. აშენ, თუმანი. აი. ეს თუმანი ოქრო. შენი რომ იყოს ხო გინდა. თუმანს მამა შენი თვეში ვერ მოიგებს. ახლა ერთი წუთით გაიხარე. შიშველი დამენახე. ერთი წუთით. ხოდა შენი იყოს ეს თუმანი. რასაა რომ აკეთებ? არ თქვენი ამხელა. ვინ გითხავს ხლაპო შენ ვისაქმეშია რა? აჯაჭი ახლა ნუ მაშინე თუ ღმერთით წამ. კიგო. მოდი ბაბა, ლეიბი ბძაი. კარგი ახლა გეყოფა შენს. არც მე მჭირდება ყურო. შიშველი კიკუს ნახვა, მაგრამ ყველა კაცმა თავისი საქმე თვითონ იცის. და ხელი არ უნდა შეუშალო. კიკო. კიკო. აშენ კიდე თუმანი. ეცოტავება. კიდევ შენ თუმანიდან გაიძრე. ვითომ რიონში ბანობისე და ბუჩქებიდან გიყურებს ვინმე, შენ რომ არ იცი ისე. მართლა გათახსირებული ყოფილან ეს კაცები. შვილო ჩემო, წერილარს. უკე თუ თვალის შენი მარჯვენა გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდეს შენგან. რამე თუ უმჯობეს არს შენ და რათა წარწყმდეს 100-თა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გვამიშთავარდეს გენიასაში. ხმა ჩაიწვიდე, ბებერო თარა დაგავიწყე, აღთქმა და სახარება. რა თქმა მაგ ბაბუამ ბოთხო? თუ ხედავ თქვენ რაში ყოფილა საქმე. აგერ ამათი ცხენია კიკუს და არ გაიხდის, აბა რა იქნება? მიბრუნდით. რას მომსტერები ხართ? მიბრუნდით ახლა ზურგით. უღურია მათში. მიბრუნდით ახლა ზურგით. შენ არ გესმის რას გელაპარაკებია? მობრუნდი აქეთ. არავის საქმეში არ ვერევი მე. არავის საქმე არა, საით ვიყურები და საით მიბრუნდები. მოდი
კიკო. 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 ხედავ ამ ფულებს. მოდი ჩემთან ამახამსაყვარელო. მოდი და შენ იქნება ეს ფულები. მოვა. ხო მოვა. რა უნდა გავაკეთო შენ? არაფერი, რასაც გალები აკეთებენ კაცებთან. ხო მოვა. წამოდი ჩემთან. წამოდი შენი ჭირიმე. წამოდი ჩემთან. წამოგიგო. წამოდი შენი ჭირიმე. წამოდი. დათა თუთაშხია. ნამუსიანი. სამართლიანი კაცის სახელი გავს. ამ ბოროტებაზე რას დადუმებულ ხარ? ადამიანი იღუპება. არა, ეგ ჩემი საქმე. აღარაფერი არაა ჩემი საქმე, რაც მე არ მეხება, მე. ეგენი არავინ არაა ჩემი ჩარევის ღირსი, შევა კიკუ მაგასთან. რომ ჩავერიო არ შევიდეს იქნება, მაგრამ უარესწრებიან მე ვიცი მე ეს. გავათავე ეგენი მე. მივდივარ მე. ლაჩარი ყოფილხარ. ლაჩარი? ვინც ღმერთს განუდგა. ვინც კაცთათვის არ აღასრულა ის რისი აღსრულებად ძალუძდა. ვინც ღვთისშვილს განსაცდელში ხელი არ გაუწოდა, იგი ლაჩარია. მან თავისი თავი მარტოობისათვის გასწია. თუ შენ არ გინდა კაცნი, არც კაცთა უნდი ხარ შენ და ხვედრი შენი მომწყდეული ნადირის ხვედრი არის. მართალია ეს? მომჭერი თავი და დაიღუპე კაცი. იგუ! გამოდი გარეთ ახლავე. იხედეთ მაგ ძაღლიშვილს. არ შემომივარდე საფრთხე არა დავაყორებ ხორილს. მომჭერი თავი თქვენ ძაღლიშვილებო. გაეთრი ახლავე გარეთ ეხარო მაგინებს შემალაყო. რა ვთქვი მე? რა თქვინდა და ეს ლახა საქმე? დათაბიძია, ნუ წახო დათაბიძია ბიშველე რამე. დათაბიძია. და წავიდი აქედან მე. დათაბიძია. გამაუში ჩემი შვილი, მე ძაღლიშვილებო. აეცო ბოცა. Baba! Puri, Baba. Shiride, Baba. Beuri Puri, Baba. Tata tutashkia. Shenski sersedi qosa. Chimi ojaxi sodo. შენ ცხენები მიყავს ჩვენი სად მიყავს ცხენები დადა დუდასკია დადავე ჩვენი ცხენები თორე ვარაგესრი ჩვენ დურუს რო ესვრით ის კაცები ხარ მე რო ესვრით ის კაცები არ ხარ უბაგო მამაც ძაღლებო ჩვენ პოლკოვნიკი სახნიევი უკვე 3 დღეა თბილისში ბრძანდება განა ნორმალურია რომ შეფის ჩემობრძანება ჩვენთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
რა თქმა უნდა, რა თქვენ უბრწყინვალებაო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მისი პიროვნება თქვენთვის როგორც შინით, ისე თანამდებობით სერიოზულ ფიგურას არ უნდა წარმოადგენდეს, თუ მხედველობაში არ მიიღებთ იმ ფაქტს, რომ ბატონი პოლკოვნიკი დიდი თავადის ნაცვლად ბრძანდება. გამარჯობათ ბატონებო. გთხოვთ. მაშასე, დავიწყოთ ბატონო პოლკოვნიკო. ბატონო ზარანდია, რა ნათესაური კავშირი გაქვთ ყაჩაღ თუთაშხიასთან? დედამისი და მამა ჩემი ღვიძლი და-ძმანი იყვნენ. მაგრამ მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ დათა თუთაშხია ყაჩაღად გავარდნის შემდეგ აღარ მინახავს. და არც ვაპირებ მის ნახვას, თუ ამგვარი რამ ჩემმა სამსახურებრივმა მოვალეობამ არ მოითხოვა. მე ცალკე კითხვათ მქონდა. მართალია თუ არა, რომ თქვენს მიერ კონტრაბანდისტათვის დაპატიმრებული ებრაელის ნათესაებმა თქვენს მეუღლეს საჩუქრად მიართვეს 7000 მონეტად ღირებული ბრილიანტის საყურეები? სრული ჭეშმარიტება. ის ოპერაცია ჩვენ ჩავატარეთ მაისში. გამოძიების დროს ებრაელის ნათესაებმა ქრთამი შემომთავაზეს. თვით შემოთავაზება მოხდა ისეთი ფორმით და ისეთ სიტუაციაში, რომ ბოროტ განზრახვაში მათი მხილება ვერ მოხერხდებოდა. 3 დღის შემდეგ მათ ხსენებული საყურეებით ჩემს მეუღლეს შეაჩეჩეს. ერთი კვირის შემდეგ კი ქუთაისის ნოტარიუსმა შეადგინა ქაღალდი, რომელიც ჩემს მიერ საყურეების დაბრუნების ფაქტს ადასტურებს. ბატონო ზარანდია, თქვენ ალბათ გესმით, რომ ჩვენი თათბილისის ასე ვთქვათ სახამუშო ნაწილი აუცილებელი ფორმალობა იყო. მესმის თქვენ მაღალ აღმატებულება. იმპერიის შინაპოლიტიკური მდგომარეობა მოითხოვს თვითდინებაზე მიშვებული საქმეების დაუყოვნებლივ დასრულებას. ცნობილია, რომ ამჟამად თქვენს ტერიტორიაზე მოქმედებს დაახლოებით 20-მდე ბანდა და მარტოხელა ყაჩაღი. მათი ლიკვიდაციისათვის ჩატარებულ ღონისძიებებს სასურველი შედეგი არ მოაქვს. რით შეიძლება აიხსნას აღნიშნული მდგომარეობა? ბანდიტს აქვს დასაყრდენი, მოსახლეობის თანაგზნობა და მხარდაჭერა, რასაც ჩვენ სავსებით მოგლებულნი ვართ. და კიდევ ჩვენი მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობენ უნიჭო მარტივი ქონების ადამიანები, მაშინ როდესაც თუ ყაჩაღი მოუხელთებელია, ეს ნიშნავს, რომ იგი ნიჭიერი და მამაცი პიროვნება. გრაფი სრულიად მართალია. დიახ. მეც ასე მგონია. საგანგებო რწმუნებებია საჭირო. მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა მეფის ნაცვალს ამაზე უარს არ ეტყვის. რაში გამოიხატება ეს საგანგებო რწმუნებები? მეფის ნაცვალს უნდა მიენიჭოს უფლება შეიწყნაროს ყაჩაღის წარსული ყველა დანაშაული და შეირიგოს იგი. რა სიტყვის ბატონი ზარანდია? ილაპარაკეთ. მისი ბრწყინვალების დებულებები პრაქტიკულ საქმიანობაში ასეთ სახეს მიიღებენ. ჭკვიანურად შეთხზულ მაკომპრომიტირებელი ხმების გავრცელება, რომელთა შედეგად საქმე გვექნება სახელგატეხილ ბოროტმოქმედთან და რა გმირთან. ასეთიან თავისნები ჩაგვარდება, მითავაზებულ შემორიგებაზე დაგთანხმდება. შემდეგ შემორიგებულის გადმობირება და ყაჩაღებთან საბრძოლოდ გამოყენება. მეთოდი ახალია, იმდენად მაინც რომ იგი ჯერ ჩვენ არ გამოგვეყენებია. და მისი სპეციფიკა თავისთავად მოითხოვს ბანდიტისთან ბრძოლა დაევალოს მხოლოდ ჟანდარმერიას. დაახლოებით ასე მესახება ბატონი პოლკოვნიკის დასკვნაში არსებული მოქმედების პროგრამის არსი. ბატონებო, ადგილზე საკითხის შესწავლის შემდეგ ვითარება ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა და გეგმაც დაისახა. ვიმედოვნებ, რომ იგი
მოწონებული და განხორციელებული იქნება. ჩემი მხრივ გვპირდებით, რომ კავკასიის მეფის ნაცვალი საგანგებო რწმუნებებს მიიღებს. და უახლოეს დროში. გთხოვთ დაასახელოთ კანდიდატურა, რომელსაც უშუალოდ დაეკისრება ამ გეგმის შესრულება. თქვენო ბრწყინვალებავ, დაასახელეთ თქვენი კანდიდატურა. საგანგებო დავალებათა ოფიცერი ბატონი მუშნი ზარანდია. ხარს გუჯერ. თანახმოვარ. მოამზადეთ წერილობითი წარდგინება. იმედი მაქვს, რომ თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს თქვენს მამიდაშვილზე, ყაჩაღ თუთაშხიაზეც გაავრცელებთ, არა? რა თქმა უნდა, თქვენო ბრწყინვალებავ. გამოგიტყდებით ერთგვარი აზარტით, წირსეული მოწინააღმდეგე. გმადლობთ. ბატონებო, თათბირი დამთავრებულია. მუშნი ბატონო, ყაჩაღობასა და აბრაგობას ბოლო უნდა მოეღოს, ცხადია ეგ, მარა ამის თქმა პირველი არაა და დავი ნიკანდრო ბატონო, დავი. პოჩი თორია რომ არის ერთი, იცი ხო? ლაზარეთის პატრონი და კაციჭამია ვირთაგვები რომ გამოყავს? კაციჭამია უნდა გამოვიყვანოთ ჩვენს. კასრი უნდა მაგას. შკინის ჯობია. ეს ქვეყანა კასრი არა, ნიკანდროქილია, ხო? კაციჭამია იმით გამოდის ვირთაგვების სამკვდროთ რომ შეებრძოლებიან ერთმანეთს. ხო და სამკვდროთ უნდა წავყიდოთ ეს კაცები ჩვენს. მესმის მგონია რაღაც. ირინე! ბრძანეთ ბატონო? სარჩიმელიას გვარს რომ ლაპარაკობდა ნიკანდროპოლიცმეისტერი, რა იყო ის? მე ველაპარაკებოდი მას. რაჟა სარჩიმელიას დათა თუთაშხიასთვის საყვარელი რო წაურთმევია, იმას უყვებოდი. რა შეკაცო, რა ვაგრევია ყველაფერი. რომელია მაქალი? ამას რომ ამბობენ ერთს, გვარად პეტია ამგონი. ის წაართვა, ხო? სა რომ ლაპარაკობთ. სინგლიანი რაჟა სარჩიმელიას სასარქმევის საყვარელი სათყავს დათა თუთაშხიას. არ დაიჭეროთ. სიცრუე იქნება ნამდვილად. რატომ ვითომ? თოფი და მაუზერი არც რაჟას არჩიმელია მიცის თუთაშხიაზე ნაკლები. თოფი და მაუზერით ართმევენ შეკაცო საყვალებს, ა? მეტის მეტად თარშიყი მამაკაცი და დაუდგრომელი დედათ მავალიაო, გამიგონია რაჟას არჩიმელიაზე. რა იცი შენ წაართვა თუ არ წაართვა? რაზე გაიჩენდა სარჩიმელია დათა თუთაშხიასთან ამფერს? ქალის მეტი რა ქვეყანაზე? ტრობაზე თუა? ოჩამჩირეში ხალხის გაძარცვის ამბავი გაგებული გექნება შენ. კი. მას შემდეგ დათა თუთაშხიას მოსაკლავი ტყვია, მაუზერიდან არ გამოუღია სარჩიმელიას, მარა მოსაკლავად რომ ვერ მიუდგა ალბათ. ბეჩუნი პერტია შეუცდინა მაშინ. მე ვარ კალბატონი ულიტა. დილამშვიდობისა დათა. მშვიდობა მოგწეს. შემოგითვლია ვნახოს. როგორ გაგიბედო დათა არ ვიცი. ბეჩუნიზე ჭორი თუ გაიგო რამე არ იქნება ის მართალი ცოდე. გავიგე უკვე. მაგრამ ბეჩუნი არის ამ და მაგას არ მჯერანე. მარო ხოხია რომ აბებია ქალი. იმასთან ვიყავი ამ ერთი კვირის წინათ და სულ რომ არ მიკითხავს და სულ რომ არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი. არ მკითხეს ავით მითხრა. რაჟა სარჩიმელიამ დათა თუთაშხიას საყვარელი წართა ბეჩუნი პერტიაო. საიდან იცი თქვა და თვითონ გამომიტყდა, სარწმუნოა თქვა და მე თვითონ მოვაშორე რაჟას სიყვარულის ნაყოფიო. როდის იყო მაგ თქვა და გადაშალა თავის დავთარი და წამაკითხა. აგერ აქტივნის იყო ჩემთანო. რაშია საქმე დათა იცი? 5 ივნის რომ მოვიდა ჩემთან. ბეჩუნი თავის გუდუნათი 2 კვირა ცხოვრობდა ჩემთან და სახლიდან არ გასულა მაგ.
რაჟაია წუპაკის დაყრილია მაგხმა და არაყვე ჭორს სამისთვის დაგიძახე. რაჟა სარჩიმელიას მოგონილი არ უნდა იყოს მაგამბავი. დროა თუ უნდა და ჩემი ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ ჩამისაფრდებოდა სადმე. სხვა ამბავია მანდ. წავალ თუ გინდა მარო ხოხიასთან ჩემოდათა და გამოვტე ხო იქნება ვინ დაავალ ამაგას ამის ლაბარაკი. ერს ვითომ ლამაზია. ვისია? რაჟა სარჩიმელიას ვიღაც მდიდარი ოფიცრისთვის წაურთმევია. ლუკაია, გაყოფაც მივდივარ. ამას ვის უტოვებ, ბუდუ? ბუდუ და ლუკაია დაკავშირები იყვნენ. რაჟა სარჩიმელია მომიწებნე. მუშნიბადონო, დაბრუნდნენ ჩვენები. რა ქნეს? ყველაფერი წესრიგშია. შემოიყვანე. ბიჭებო, შემოდით. გამარჯობა მუშნიბადონო. გაგიმარჯობა. გამარჯობა. ბუდუ და ლუკა ნაკაშიების სახელები თუ ახსენეთ? ვახსენეთ, მაგრამ დაიჯერებს რაჟა სარჩიმელია მაგას? რას? ევტარპიაზე მიბარებული მისი ქონება, რომ ბუდუ და ლუკა ნაკაშიების წაღებულია. კარგი, თავისუფლები ხართ. კარგად ბრძანებოდეთ. დახოლდის. ლუკაია ნაკაშია სულელი ხშირად დადისოშინ მეუბნებოდი ნიკანდრო ბატონო. კვირაში ერთხელ საჭმელი მიაქვს ბუდუსთან. მოგახსენი ამას წინათ ავიყვან თქვა, მაგრამ არ ქენი შენ. სულელია და ვერ გავასამართლებთ მაინც. ლუკაიას უნდა დაუგდეს სადმე გზაზე. ხომ აიღებს? აიღებს რას ქვია? იარაღი ატაროს ამისთვის აბრაგობს ლუკაია სულელი. ხოდა ნახავს რაჟა სარჩიმელია მაგილი არ ახს ლუკაიაზე და დარწმუნდება, რომ ნაკაშიების წაღებულია მისი ქონება ევტერბიასაგან. სად არის ზარანდია? ნუხაშია, ყაჩაღებს დაძდებს. დიდხანს დაძდებს. პეტერბურგში გაჯავრებული არიან მინისტრიც და შეფიც. თუ პოლკოვნიკის ეხნიევი ჩვენს ყოველთვიურ მოხსენებას მინისტრსა და შეფს აცნობს, მაშინ მათი აღშფოთება გაუგებარი. გრაფ, იცით თუ არა, რომ პოლკოვნიკმა სეხნიევმა მინისტრიც იცაცნობა, რომ
მის მიერ მშვენივრად წამოწყებული საქმის განზრახ ჩაგდებას ცდილობთ. თუ ხედავთ, რომ პოლკოვნიკის ეხნიები ყველას ერთად გვექცვის, ზარანდიას მე და თქვენს. ზარანდიამ 4 მაზრაში უკვე მიაღწია მიზანსამშრომად კიდევ 5 მაზრაში ერთდროულად აწარმოებს ოპერაციებს. შედეგები? ბრწყინვალე. 5 ბანდა მთლიანად შემოვირიგეთ, 4 თითო კაცამდე შეთხელდა. შემორიგებულთა საერთო რაოდენობიდან 15 კაცი გადმოიბირეთ და 8 ურჩი ბანდიტი მათი ხელით მოვსვეთ. შემდეგ ხილებული და გამოვლინებულია ბანდიტების 200 კაცამდე მფარველი და ხელის შემწყობი. ამას გარდა უკვე მოქმედებს ხმების გავრცელებისა და შეკრების საუცხოოდ დაყენებული სამსახური. ზარანდიამ ყოველივე ეს 3 თვეში გააკეთა. გრანდიოზულია. რა მაინტერესებს იცით? როგორ ახერხებს ყოველივე მაგას ზარანდია? მან ერთი შვანგირაძე უნდა იყოს შემოვიდეს. ქენის ბრძანებით შვანგირაძე გამოცხადდა. გამარჯობა შენი შვანგირაძე. ხომ ხარ მაგრა? მადლობთ ჩემო ბატონო. შვილები 2 ყავსა რა? ვაჟი. რამდენი არის ახლა? 16-ის არის 1 და 18-ის მეორე. ნავეტანი კაი და ჭკვიანი ბიჭები არიან მუშნი ბატონო. ხომ სწავლობენ? გიმნაზიაში. თქვენი თავი მოუშალოს ღმერთმა ჩემ შვილებს მუშნი ბატონო. კარგი, დაბრძანეთ. საქმე შეუდგეთ. რაკენი? გავაკეთე როგორც მიბრძანეთ. გავახცელე ვერსია. ლაპარაკობს უკვე ხალხი მუშნი ბატონო. როგორ ლაპარაკობ? როგორ და თოდუებისას ვიტყვი ჯერ. თოდუების თქვი ჯერ. ახსოვს ხალხს 4 ძმა თოდუები, ბრიყვები და თავხედები რომ იყვნენ. კაცის დაჩაგვრა და დაჯავნა რომ უყარდა 4-ვეს. აქეთ მათი მამა დოროთე თოდუა მეჯოგე, კაი, პატიოსანი, დარბაისელი კაცი. ხოდა იმას ლაპარაკობენ, თოდუებთან კარავში იყო ერთხელ თუთაშხიაო. აუხირდნენ რაღაცაზე ძმები აბრაგს და გალახეს ბოლოს. დოროთე თოდუას იმოერიდა დათა თუთაშხიას და არ შეუბრუნებია ხელი, მაგრამ წამოსვლის ხანს უთხრა იმ ბრიყვ ბიჭებს. მაგს აქციელით რასაც მოიწევთ, მაგას ვნახავ. გავიდა წელიწადი. შეიპარა თუთაშხია თოდუების ოდაში. ჯერ მათ დედას ნუცანაკაშიას მოუღო ბოლო მძინარეს. მერე 4-ვე ძმა სათითაოდ გამოჭრა ყელი, გაძარცვა იქაურობა და წავიდა თავის გზაზეო. ლაპარაკობენ მუშტი ბატონო და ჯერათ. დურუძიგუას პლელობა და მისი კიკუს გაუპატიურება, თუთაშხიას და მისი კაცების ჩადენილია თქვა, ხმები რომ გავავრცელოთ მის მერე დაიჯერებენ, აბარა. ახლა მეორე. დაჯიქი. ნაკაშიები ხო იცი შენ? ბუდუ და ლუკა ნაკაშიები, ტერორისტები და პოლიტიკური ბანდიტები. ვიცი აბა არ ვიცი მუშნი ბატონო. მაგ ბუდუ და ლუკა ნაკაშიები ნუცა ნაკაშიას გაზრდილები არიან. მამი და იყო ის მათი. მივაწვინეთ ხმა ნაკაშიებს მამი და თქვენი და მამი და შვილები თუთაშხია მომწყვიტა თქვა, მაგრამ არ ჯერათ. რატომ? რატომ და იციან დურუძიგუას დუქანში დატრიალებული უბედურება თუთაშხიას ჩადენილი რომ არა. არ არის თუთაშხია, მაგის ფნელია. ჭორია ეგო. უნდა დაიჯერონ. გახსენეს. რაია ეს მუშნი ბატონო? ნუცა ნაკაშიას სამკაულებია და ხელაბანდის მისია. ჩქარობდნენ ალბათ მძარცველები და რომ ამოჟილდეს ეს ხალხი ასე გამონასკული დარჩათ იქ. დოროთე თოდუაზე ადრე პოლიცია მივიდა იქ, იპოვეს ეს და აკმავს მას მე. საწოდავი ნუცა ნაკაში ატარებდა ამ სამკაულებს. ახსოვთ მის გაზრდილ ძმის წულებს, ბუდუ და ლუკა ნაკაშიებს ეგ სამკაულები. მერე მუშნი ბატონო, მერე? ცარიელი ახლა სოფელში თუთაშხიების სახლი არავინ აიქ. ეს სამკაულები ასე ხილაბანში გამოხვეული თუთაშხიების სხლენში უნდა გადამალოშენ. ვინმე ფრთხილი კაცი იპოვე, არავინ დაინახოს. ხვდები რამეს? ხვდები აბა არ ხვდები მუშნი ბატონო. პოლიციელი მყავს ერთი, ხენტორ კუპრავა. იმას ვათქვევინებ ვინმე ისეთთან რომ ნაკაშიებს მიუტანოს ამბავი. მამი და თქვენი ნუცას სამკაულები თუთაშხიების სხლენში ნახეს თქვა. ვინ ნახაო რომ იკითხონ?
ვინახავ რომ მიკითხონ აბა? სახურავი რომ გამოაცვლევინეს თუთაშხიებმა, იმ ოსტატებმა ნახეს თქვა. კი, იმ ოსტატებმა ნახეს მუშნი ბატონო, აბა. ნახავენ ნაკაშიები კუპრავას. დაუდასტურებს კუპრავა და ნამეტანი ჭკვიანი კაცი ხარ შენ შვანგირაზეა. თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს მუშნი ბატონო, მაღალ მაღბერთმა. მოდი აქეთ უკაია. მოდი. აიღო. მოდი. აბას. აწეზე. დიდი ახლა. ადიზე. მართალი ყოფილა ბიჭო. მართალი ყოფილა, კეთილ გუბრავა. მართალი ყოფილა. მართალი ყოფილა ბიჭო, ხედავ. შენ სიზუდავ და დათაშხია. ხედავ გიტირებ. და თუ დაშხია, ხედავ. თივა იყო, თივა. უდუე მიდი. Tamam bıcık. İki tane şöyle git. O gidiyor. O gidiyor, çıkar arası. O gidiyor. Tabii ki gidiyor, tamam bıcık. Çıkar tabii ki gidiyor. Yalla bak. Öyle. Hepsi tam oldu kaç. Sinaus. Kavagıcıt. Kaygısı Raja. Kavagıcıt koyun deda badana. Bara ორი დღე გამია ველოდები აქ და წასვლას აპირები რომ არ მოსულიყავით დღეს კიდევ. პირისპირ ლაპარაკი მინდა მე. და ბატონო. გზიდან გადაყვანილი ხალხის საქმეში მართალი არ იყავი შენ. მარა გულში არაფერი ჩამიდვია მე. არც ისა მართალი ჩემზე რო ლაპარაკობენ. ბეჭუნი ბერდიასთან საქმე დაიჭირაო.
ერთმანეთის მტრობა არც ერთს არ მოგცემს ხელს. მტერი გვყავს ორივეს ერთი. და ორივე ერთად რომ მივაკითხავდეთ, აჯობებს მგონია. დათაბატონო, სახყარი გადაგიწვეს ნაგაშიებმა და თუ გიპოვეს, მოკლან იქნება კიდევაც. ფული მქონდა მიბარებული ერთ ქალთან. წაიღეს ნაგაშიებმა ის. საიდან ის მათ წაღებული რომ არის შენი ფულები? ნახე ჩემი თვალით. ლუკა იაშტერს უკეთია ჩემი ძვირფასი თლებით მოჭედილი კამარხანჯალი. იმ ქალთან მქონდა მიბარებული ის კამარხანჯალით. შენგონია ნაგაშიას მე მოკლავ და მითხიფათი რომ გელის მათგან ვითომ გადაურჩევი მას. მას ეს მოხდეს იქნება, მაგრამ შენზე თოდუების ამოწყვეტას რომ ამბობენ, მაგის შენს კესერზე დარჩება ყველასათვის. თუ არ იმართლე თავი ნაგაშიებთან. დათაბატონო, შენს მეც რაგას დაუჯერებენ ნაგაშიები. ამაღებინე ის ფული და ნახევარი შენი იყოს. წადი ახლა შენ გზაზე, რაჟა ვიზიკო. ერთი კაცი მოფიქრებულია ეგ. ყველაფერი ერთმანეთს გავს. მასეა. ასეთი კაცები ხელმწიფის სამსახურში რატომ მიდიან? მაცოდინან ეტარი. ჭკუა ბევრისთვის მიოცია ღმერთს, მაგრამ რას მოახმაროს ის ჭკუა ამის გაგება ცოტასთვის. შენი ცხოვრებას რომ იწყებდი, რანაირი იყო მაშინ შენი გაგება? საშოვარი და შოვნა. მერე? მივხვდი არაფერი რომ არ იყო ესაც, მაგრამ სხვაც რო ვერ ვნახე უკეთესი საქმელი, მივყევი ბოლომდე. ვინახე ნაშოვარი და ვარ ასე, აგერ 100 წლის შევიქნები მალე. კაი ვჭამე, კაი ვსვი, კაი ჩავისვი და დავიხურე ვითომ, მაგრამ მეორე დღეს აღარ მახსოვდა ის. რა მახსოვს იქიდან ახლა თუ იცი დათა. ერთხელ მარტვილის ბაზარში თხაკავდა გამოყვანილი ბის, დაძენძილ დაფლეთილი იყო სულ, დედაბერი ევაჭრებოდა ვიღაც. ზუზუთა ბავშვი, ობოლოხერი მყავს, მისთვის მინდა მაგ-თხა. დედაშვილობა სამავაზად მომეცია. არაფრის გულისთვის არ თმობდა ბიჭი. მე იაფად ნაყიდ ჩოხას ვყიდი ერთს. ვაჩუქე იმ ბიჭს ის ჩოხა. მისი დაუჯერებლობა გაკვირვება და სიხარული მახსოვს. ახლაც მაქვს თვალებში. კიდევ ის მახსოვს, ჩოხა რომ ვაჩუქე, მისცა ბიჭმა დედაბერ თხა სამაბაზად. სადე მაგმე. ბევრჯერ ვცადე, მაგრამ მე იცი შენეს. მერე? ისაც შევაცი, მან გამხადა სწორედ. მე თუ არა სხვას გახადა მაინც. რომ არ ჩაგეცვა მისთვის, გახსა თუ აქცდებოდა თან შენ და ან იმ სხვას. არ მიფიქრია მაგაზე. იმედია ჩემი წინასწარი ვარაუდი გამართლდა. ეხა იგი ჭანტურების ლიკვიდაცია, სარჩმელიას გადმობირება ჩვენ სამსახურში და თუთაშხეს კომპრომეტაცია. დიახ. თქვენ რატომღაც დარწმუნებული ხართ, რომ ამ დავიდარებაში თუთაშხე არ დაზარალდება? რა ვიცი, შეიძლება. მაგრამ ოპერაციის შედეგების განწყვეტად ძნელია. შეიძლება თქვენი მამიდაშვილი მოკლა. სხვა დანარჩენი კი ყველაფერი ძველებურად დარჩეს. ვერ მოკლავენ. რა, მისი ვარსკვლავის აღჯერათ? გონიერების. ივან ანდრეიჩ. ერთი სათხარი მაქვს. ბრძანეთ მუშნი. ზურაბაშვილის საქმე თუ გახსოვთ. მეფის ნაცვლის მოკლის მცდელობა
ტერორისტის ზურაბაშვილი? ცოცხალია? სახალინზეა კატორღაში. თუ გახსოვთ ამ საქმეში მისი საცოლე ქალბატონი თიკო ორბელიანი გადიოდა. მახსოვს და წარმოიდგინეთ აქამდე ვერ გამიგია ციხეს როგორ გადაურჩა. უკეთესი იქნებოდა გეკითხათ, როგორ კი არა რისთვის გადავარჩინეთ. რისთვის გადაარჩინეთ? გვინდა გამოვიყენოთ. მას რასაკვირველია ბევრად ურჩევნია სოფლად წავიდეს მასწავლებლად, ვიდრე ციხეში ჩაჭდეს. ვის გინათ მიუჩინოთ? აბრაკ დათა თუთაშხიას საყვარელს, ბეჩუნი პერტიას. გმურად დავაყენებთ მასთან. კიდევ ერთი მეთვალყურე. ივან ანდრეიჩ, რა შემთხვევაში შეიძლება კაცი იმდენად ერთგული იყოს თავის საყვარლისა, რომ 7 წლის მანძილზე დადიოდეს მასთან. მიუხედავად ყოველწუთ სიკვდილის საფრთხისა. თქვენათ ესავს გულისხმობთ? დიახ, დათა თუთაშხიას. როგორც შანს ერთგული ბუნების კაცი ყოფილა, სხვა არაფერი. ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ საკითხს. მართალია ბეჩუნი პერტიას ქმარი თავის ვაჟიშვილის დაბადებას მოესწრო. მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, სიკვდილამდე დაახლოებით 1 წლის მანძილზე ცოლთან არავითარი ურთიერთობა არ შეეძლო. ძიმე სცენით იყო შეპყრობილი. მაშინ როგორ გაჩნდა ბავშვი? ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ ის ქალი ქმრის სიკვდილამდეც თუთაშხიას საყვარელი იყო? ნამდვილად. ვისგან ეყოლა ბავშვი? თქვენ ამის გაგება გსურთ, არა? დიახ, ივან ანდრეიჩ. მაგრამ მომავალი აგენტის გადმობირების ოპერაციას თვითონ ვერ ჩავატარებ. ქალი იქ უნდა იცხოვროს. ხომ შესაძლებელია, რომ ჩემი სახელი ამოტვიფტივდეს? დაუშვებელია. თუ შეიძლება თქვენი სახელით გაუგზავნი უწყებას ქალბატონ ორბელიანს. მოვიდეს. აი ეგ იყო ჩემი სათხოვარი, გმადლობთ. რა, ეს გაც? განტარბია, ჰა? რაჟა სარჩიმელიას გულფასი თლებით მოჭედილი ხამარ ხანჯალი და ფულები, ჰა? ჰა? უდუია, ნაზმოდიელო ზეზღორიშვილი, ჰა? რაჟები, კაცო! რაჟა, ხაგიდი! ხაგარი რა მეჭამშალა აბა! აგერ ბატონო ნიგანდრა, დაგაშიების საჭურველი. ჩავხოცე მდინარეში. ბანაობდნენ იქ. მოვედ თქვენ სამსახურში. ხომ შემომითვალე გამოდიო. დაჭეკია. მობრძანდი, ჩიკო. წუხელის ბეჩუნი აივნიდან ფეხის ხმა შემომესმა თითქოს. ხიზელი ძილი გწოდნია თიკო, ჩემი დათა იყო. ბედნიერი ქალი ხარ. ბედნიერი? 7 წელია გიყვართ ერთმანეთი. აქ ყოველ მოსვლაზე სიკვდილი ელის და მაინც მოდის.
კნაწი. ასე გარგუნა ბედმა. გუდუნა დედა. ამოდი. მოვდივარ. მოდი არ დაგაგვიანდეს. წავიდე. ქალაქიდან მიგები საინტერესო წიგნები, სურათებიანი წიგნები. დავჭდებით და ერთად წავიკითხავთ. შენ ხომ გიყვარს სურათებიანი წიგნები? თიკოია ინდაური, თიკოია ინდაური, თიკოია. დაიკარგეთ აქედან. გამახვინა სტოიცი. თუ გონია შენი თათა თუთაშხიასი მეშინია მე. კი გეშინია, კი. ბარდღუნი ეს თაზიზღარო. არც მეშინია და არც ხათრი მაქვს მისი. უღრია მაშინ. არავის არ აქვს მისი ხათრი. შენ მადათა თუთაშხია. თოდუები და მათი დედას დაღოცა. შენ მადათა თუთაშხიამ დურუმე დუქნე მოკლა და მისი ქალი კიკუ გააუბადიურა. შენ მადათა თუთაშხიამ ბარდღუნია ბრიყო. ელია შენი დათა თუთაშხია. აცაცა და ქურდია შენი დათა თუთაშხია. რაშაია სარჩიმელიას საყვარელი ხარ შენ ასია ეს. ელია შენი დათა თუთაშხია. ელია ქურდი და მადათა შენი დათა თუთაშხია. კიკუ გააუბადიურა შენ მადათა თუთაშხია. რაშაია სარჩიმელიას საყვარელი ხარ. რაშაია სარჩიმელიას საყვარელი. მორდუხაი ბატონო. როგორ მოიქცეს კაცი, როცა აღარ იცის რა ქნას და რა აკეთოს. რას მეტყვი? მაგნაირი კაცებისათვის თქვენ სარწმუნოებას ყველაზე უკეთესი წამალი აქვს მონასტერი. სარწმუნოებაში მარტო ის მწამს და მომწონს ასეთი და ასეთი უნდა იყოს ადამიანი რომ წერია. დანარჩენი არ ვარ გაიქ. საკვირველი ის არის სწორედ იმ უარგისი დანარჩენისათვის რომ შედიან მონასტერში ბერად. კაი საქმის საკეთებლად ერის კაცაბაჯობს. ნამდვილია ეს. არ შევდგები იქ. წავალ. სად? ისეთები და იმდენი მოხდა ჩვენს ახლომახლოს. ადრეს და ბოლო ხანებშიც რომ ვერ გამოიტანე აზრი რა ვქნა და როგორ ვიყო მე. საკნელი რაც არის და რასაც ვეძებ იქნებ მე რომ მივდივარ იქ არის ის და ხო უნდა ამას. მორდუხაი ბატონო 10,000 მონეტი მჭირია დღესვე. თუ ვერ მოვედი ცოცხალი მოგჭა მაჭირი მაქვს ფულება. თუ ვეღარ მოგისწარი ცოცხალს ისაკს დაუბრუნებ მაშინ. თუ ვიცოცხლეთ მე და შენ ასე სამი თვე მაინც არ დაგეკარგება იცი შენ.